მეგობრებო, გილოცავთ დამდე გახალ წელს. მოკლედ, მე და სოსომ რაღაცეები ვიხლაფორთეთ. დღეს საჩუქარი გაგვიკეთა კიდევ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა. სოსო ძალიან გაახარა, მოკლედ, იმდენი ტკბილეული, იმდენი ეს ესეთი საჩუქარი, მოკლედ, კამფეტები. ორი თვის ტკბილეული. ორი თვის ტკბილეულიო. ყოველ დღე 10 თვეში. მოკლედ, ეხლა გაჩვენეთ სოსომ რა გამოაცხო. აი ესენი გამოაცხო. ხო, არაფერი ისეთი არ არის. ამ თვითონ რაც პირველად გამოაცხო, სხვათა შორის რომ გავსინჯე და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ეს რითია დედა, ეს თეთრები როა? ნიორი მაიონეზი და ყველი. ნიორი მაიონეზი და ყველი და ესენი ისა ქვემოთ რა აქვს? კარაკი? კარაკი და ისა რა ქვია? ტყვილი ხიზივალები რო ხა ნამდვილი. მოკლედ, ასეთ ვისე ბზათვათ, ოლივია არის, ეს არის, საცივი არის და გოზინაკი დამეწვა მეგობრებო. მოკლედ ეს. ხო, ეხლა ტოლმა იხარშება და დავსხდებით ჯერ ადრეა. ყველაფერს კარგად ვასწრებთ. ხო. ასე რომ დამდე გახალ წელს გილოცავ. მეგობრებო, თოვლი გვეღირსა. ეხლა შუქს ჩავუწევ და იქნებ რომ გამოიჩნდეს, არ ვიცი რამდენად ჩანს. ფიფქები კი ჩანს, რომ სვივა და დადო იქ სახურავებზე, არ ვიცი, პიქსელები ჩანს აქ. ეხლა თვალი ამ პიქსელებს ვეყედავს, ძალიან სუფთად ჩანს. მაგრამ ძალიან ლამაზია, თვალით დანახული. ცუდია რომ კამერები არ გადმოსცემს, ну რა თქმა უნდა, საუკეთესო კამერები კი გადმოსცემს, პროფესიონალები. ისე იქნებოდა ეხლა. არ ვიცი, ყველაფერს ვაკეთებ ეხლა რომ გორმე აი დავუწევ სინათლეს, იქნებ ესე მეც გამოჩნდეს. იმიტომ რომ პირიქით რო ავუწიო, არ მგონია, არაფერი არ გამოჩნდება. მოკლედ. თავს, კარგად თავს ბარდნის, რასაც ქვია. მე მგონი შორიდან უფრო ჩანს. მეორე კამერის პროგრამით ჩავრთე და მე მგონი უკეთესად ჩანს. მაგრამ აი თოვლის ფიფქები დიდად არ ჩანს. არა, როგორ არა ჩანს. ნახეთ მეგობრებო. რა ლამაზად თავს. სილამაზეა. ესე იგი, მე და ვანდა ვიდექით, დღეს ჩემთან ვიყავი, იმიტომ რომ დღეს არის ვანდას დაბადების დღე და ჩემი პატარა დაიკო იყო თავის ბავშვებთან ერთად, მეუღლესთან ერთად და მოკლედ კარგად ვიფხიარულეთ. რომ გამოვედით გარეთ, მე და ვანდა ვეუბნებით ერთმანეთს, რატო თოვლი არ მოდის ახალ წელს, ვანდამ დაიჩილა მეც და მე დავფიქრი და ვისაც არ უყვარს მეთქი თოვლი და ვინც იმას უწუნებს, რომ აუ თოვლი არ გვინდა და რაღაცა იქ უფრო მოდის მეთქი და დავიწყე მეც წუწუნი, არ მინდა თოვლი, ფუ თოვლი და წამოვიდა. ნუ ეხლა ჩემი სიტყვების გამო არ წამოსულა, მაგრამ გამიხარდა რომ წამოვიდა. ესე სასაცილო იქნებოდა ადამიანის სიტყვების გამო რო ხდებოდეს ყველაფერი. მაგრამ ესეთი დიდი წარმოდგენაც არ მაქვს ჩემ თავზე. ეხლა ამას იქნებ შუქი დაუკლო. როგორ ეკლა დავეცადეთ და უფრო კარგად გამოჩნდება. თუმცა ჩანს ეხლა არა, ცოტა მოუკლო თითქოს თოვლა. არ მოუკლო, უბრალოდ არ ჩანს კარგად. აი, შუქზე უფრო კარგად ჩანს. ერთ სიტყვით გილოცავთ პირველ თოვლს. მართალია ცოტა თოვლი იყო ამას წინათ, მაგრამ ის არ ითვლებოდა, იმიტომ რომ არ დაუდია. ისე გილოცავთ პირველ თოვლს. შუა დღეებში მშვიდობისა მეგობრებო. დღეს არის 2 იანვარი 2026 წლის. ნახეთ რა მინდი გამოვიდა. მოკლედ გუშინ დადო თოვლმა სახურავები გადათეთრებული იყო, ასფალტზეც კი იყო, მაგრამ ახლა აი ესე დნება და წურწურით ჩამოდის სახურავებიდან. ალბათ ძალიან კარგად ჩანს, აი აქ როგორ ჩამოდის სახურავებიდან ეს გამგნარი თოვლი.
დღემშვიდობისა მეგობრებო, ყავა მოვიმწადე, მოვასწარე აქ დავაქცე კიდევაც. ასე დავიჭირე ახლა სტატიუს ასე. მოკლედ დღეს არის, ცოტა რაღაცა დახრენია. დღეს არის 2 იანვარი. ახლა საათსაც ვუყურებ 2 საათზე უკვე გამზადებული უნდა ვიყო. ანუ რო სამსახურში წავიდე. დღეს 2 იანვარია. არც მე ესეთი რაღაცები დიდად არ მჯერა, ეს ფესტობის დღეები და ესეთი რაღაცები, მაგრამ მაინც გავლენის ქვეშ ვექცევთ ხოლმე ხო იცით ადამიანები და რასაც დაიჯერებს ადამიანი, ის არის ყოველთვის და ქვეცნებიერშიც რომ რაღაცის პატარას იჯერა, ამიტომ რას ვიზამთ. მოკლედ, ახლა მოგიყვებით რა მოხდა წინა საახალწლოდ. ვიდეო ხო ჩავწერე, ანუ მადლობებით, საჩუქრები რომ მივიღებდელი ამბები და ჯერ ატვირთულიც არ იყო მგონი ეს ვიდეო, რომ მოკლედ სამსახურში ვარ. არ აიტვირთა ვიდეო, იმიტომ რომ მეჩქარებოდა სამსახურში და ანუ სახლიდან რომ გავედი, სახლის Wi-Fi ხარ გამყვებოდა თავისთავად და რაც ინტერნეტი მქონდა, მობილური ინტერნეტი აბსოლუტურად ამოიწურა რა და სრულადაც არ აიტვირთა ვიდეო და ასევე თავისთავად ტელეფონი როცა ესეთ აქტიურ რეჟიმში მუშაობს, ჩდება. შესაბამისად უკვე სამსახურში რომ ვიყავი, კარგად იყო დამჯდარი ტელეფონი და თავისთავად შევაერთე და მე შევდექი საქმეებს რა. ძალიან დატვირთული დღე იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო, თან მე მუსიკები ჩარტეს, ვინც იცით ახლა სხვა მარკეტინგ ქსელებში არ არის ესეთი პრაქტიკა მუსიკების, კარგში არის საერთოდ. დაჟე პატარა ფილიალშიც და ცოტა გავხალისდი, ასე ვთქვათ, კი. რაღაც მომენტში მღლიდა ის ხვამაღალი მუსიკები, მაგრამ ანუ იმას მერჩივნა რა, ამდენი ხალხი რომ ნაკადი მოდის და მოდის. მოკლედ ტელეფონი მგონია იტენება. ხო და უკვე დღის ბოლო იყო, ანუ ჩემი სმენის, ასე ვთქვათ, ცვლის ბოლო, სადაც ისე 3:30 თუ 2 საათი, მოკლედ ესეთი დრო და შევდივარ, რომ ჩემ ტელეფონს დავხედო ხა. რაც ხედავ, ერთი ტელეფონი გამოერთებულია ჩემი, ასე ვთქვათ, დამტენიდან და გვერდზე დევს. რა თქმა უნდა გავბრაზდი, იმიტომ რომ ახლა თუ გამოაერთებ, შეერთე მაინც ხო? მე მაგალითად სხვის ტელეფონს რომ იმას გამოვაერთო დროებითაც ხო, მერე ისე დავაბრუნებ თავისად. მოკლედ და მერე მითხრეს, რომ ესეთ გირეკავდაო ვიღაცაო. თან ვინერვიულე მეთქი სოს დილას სიცხე რომ გავზომე. ახლა მაღალი სიცხე არ ქონია 20-ში მეტ და რაღაც ხაზები, მაგრამ მაინც მეთქი რამე ხო არ გაუჭირდა მას და ხო არ მირეკავდა თქო და ვერ ნახე ტელეფონის ნომერი, რომ მე ნახა ვინ დარეკა. ახლა და გავბრაზდი, ოღონდ ახლა ისე ძალიან არ გავბრაზებულა. უბრალოდ ვინერვიულე, რომ მეთქი ვინ რეკავდა. ხო და მე ცოტა ხანი დაველოდე 1%-დან რაღაცა 2%-ზე რომ რაღაცა ავიდა, უცბად შევედი დარეკილებში და ვნახე რომ სოსოს არ დაურეკე, ამოვისუნთქე. სამაგიეროდ ჩვენმა გამოწერმა კარგა ხანი თორმე მირეკა, მოკლედ დაველოდე, სანამ მეჩი გამოვიცვალე, ისა იყო შეერთებული და ფაქტიურად გზაში ტელეფონს ვერ ვიხმარდი ვერანაირად, იმიტომ ეგრევე მომენტალურად დაჭდებოდა 2-3%, არაფერია ხო?
ხო და სახლამდე სანამ მოვედი, მეთქი რა უხერხულია, ადამიანი მირეკავდა და მე კიდე მოკლედ ამოვედი სახლში და ეგრევე შევაერთე, ნუ ჩემ პირობებში უფრო სწრაფადაც იტენება რა, მოკლედ ვიცი სად როგორ იტენება კარგად და ბოლო დავუკავშირდით ერთმანეთს მესენჯერით და აუბეჭდა რომ საჩუქრები მოგონდა ჩვენთვის ჩვენი გამომწერის გოგოსა გეცოდინებათ ვინც ტანისამოსი გვაჩუქა მაჩუქა მე ძილთად ქალის ტანისამოსი ხო და მოკლედ შევხვდი და აი არ ვიცი რა ძლივს აი მართლა ძლივს ამოვიტანე სახამდე იმდენი რაღაცა იყო და ისეთი ძიმე იყო ყველაფერი ხო და აქედანაც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სოსო ძალიან კმაყოფილია ძალიან გაუხარდა ორი სასაჩუქრე პარკი სავსე იყო კამფეტებით მოკლედ სულოდაგულო რა არისო და კიდე პატარა საჩუქარი ნუ მე ხო თერმოსი ვაჩუქე სოსოს ახლა კიდე ჭიქა თავისი კოზით და ემთიდან სიმბოლურად და ნუ მე კიდე ახალწლოდ რაც უნდა ანუ ის ვაჩუქე ოღონდ ცოტა უკეთესი ვარიანტი ანუ ეს არის ადრეც თქვი მაუსი კომპიუტერის ოღონდ ისა ადაპტერით ანუ Bluetooth ადაპტერით რომ მოკლედ უფრო მოსახერხებელია. თან ესეთი რაღაცა და მოკლედ რომ გახსნა ეს საჩუქარი ხო უხარო და ეხლა ცოტა სად არისო თვითონ ადაპტერიო. აი მე ჩემს ეს ვიფიქრებთ კი ცოტა შემემოწმებინა, გამეხსნა რაღაცა თქო. ეს რა გამოვიდა თქო ესე იგი არასრულფასოვანი საჩუქარი ვაჩუქე თქო ანუ მაუსი და აღმოჩნდა რომ თვითონ მაუსის ეს რო იხსნებოდა შიგნით იყო ჩასმული ეს თვითონ Bluetooth ადაპტერი და ამოიღო იქიდან მოკლედ ამოვისვეთქე გამიხარდა რომ თურმე ვად ისე არ ჩაულე ამის შემოწმო შეერთებული ეს კი ხო და ესეთი რომბები მოკლედ ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა ახალწელმა გადაღებით პატარა ფრაგმენტი გადავიღე ანუ სანამ დავაწყობდი სხვათა შორის მე და სოსოს ეს მაგიდა უკვე პატარა ვარ ბევრი არაფერი არ ეტევა ფაქტიურად ეს ადრე ვიყიდე ეს თვითონ ეს კვალიფიცარი გორგიაში ფეხები ცალკე ვიყიდე მე თვითონ გავაკეთე და ანუ ჩემი აწყობილია ეს მაგიდა და შევწდი ცოტათი დიდი ზომის ეს მრგვალი ფიცარი უნდა ამოვო თუმცა ამ სახლში ადგილი იმდენი არ არის რომ ანუ უფრო დიდიც ყოფილიყო მაგრამ რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა იმიტომ რომ მოკლედ ძალიან ისე მოკრძალებულად ვიჯექით რა ესე არ ეტეოდა სრულად ყველაფერი რა ხო და ესე ამბები კარგად შევხვდით ნორმალურად უფრო სწორედ საფეთქებლები არ მქონდა არც შეიძლებოდა როგორც მე გავიგე არც იყიდებოდა ყოველნაბიჯი როგორც ადრე ესე ვთქვათ ლევად სადღაცას რაღაცა იყიდებოდა თურმე მე არ მიყვარს ესეთი რაღაცები მაგრამ ახალი წელია თუ რაღაცა ის არ იქნება ფეირვერკები და იყო რა თქმა უნდა მეზობლებმაც იქ გაისროლეს ახლომახლოს მეზობლებმა ხო და ესე ვთქვათ ატმოსფერო ეგრეთ წოდებული ჩვენ ძალიან გვიყვარს ახლა ინგლისური სიტყვა ვაიბი კარგი იყო ხო მე და სოსო მივირთვით რაღაცა ისე თითქოს აი ჩვეულებრივი დღე იყო არაფერი განსაკუთრებული სოსო დაჟე იმას ამბობდა რომ მე ვერ ხსნებ რაღაცა საახალწლო განწყობას და სხვა შეს დერმა აღნიშნა რომ ვერ შეიგრძნობდა იმ საახალწლო განწყობას რატომაც ნუ ასე იყო ხო რაღაცნაირად ისე ჩაიარა თითქოს არც ყოფილა და რა ვიცი ჩემთვისაც
ჩვეულებრივი, ერთი თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო, ერთი იმ განსხვავებით, რომ ბახუხდა შამპანური გავხსენი და მე და სუსამ შევუჭახუნეთ ერთმანეთს ეს ბაკები და ნუ ცოტა მივირთვით, ხო? ეგ იყო და ეგ ფილმს ვუყურეთ და მალევე დავწეკი მე დასაძინებლად, იმიტომ რომ მე ბილის 7:30-დან ვიყავი ფეხზე. საერთოდ არ დამჯდარ ვარ თითქმის, ნუ აი ცოტა ხანი ჩამოჯდომას, მე დაждდომას არ გულისხმობ. რომ ვთქვი, რომ ცოტას დავისვენებ, რომ წამოვწვევი, ვერ დავისვენე. აი ბოლომდე, რასაც ვქვია, კაი ჯარისკაცივით ვიყავი ფეხზე, ვაკეთე საქმეები, თან ყველაფერი გასაკეთებელი იყო, არაფერი ისეთი მარტო მქონდა ეს რა ქვია, მოხარშული სტაფილო კარტოფილი და კვერცხი. всё. ეს იყო და ეს. დანარჩენი სულ თავიდან გავაკეთე ყველაფერი. ხო, კარგი იყო ისო წინ წავაგდე საქმე, ეს ხორცი რო გაყინული არ ყოფილიყო, უკვე გალღობილი მქონდა წინა დღეს გამოხებული და ანუ რომ დარდობდი კიდე ხორცის გატარებას საკეთ მანქანაში, ისიც ჯერ პატარებად დავჭერი, გავატარე როგორღაც მოვახერხე, ძალიან კარგი უგებრიელესი პარში გამოვიდა, კაი ტოლმა გამოვიდა მოკლედ, მაგრამ კომბოსტო მიღალა და მეგობრებო, კომბოსტო აღმოჩნდა ძალიან ისეთი არ მომეწონა. აი დედაჩემთან გუში რომ ვიყავით, დედაჩემის გაკეთებული ტოლმა იყო არაჩვეულებრივი კომბოსტო იყო, აი უნაზესი. ხო, აწინეწოდინება, უნდა იყოს თურმე კომბოსტო მსუბუქი და თხელი კანით. მე კიდე ნუ გამოვცელი ხა ყოველდღე ხო არ ვაკეთებ და არ ვიცი. მოკლედ ესეთი ამბები. ხო, შევაჯამოთ წინაწელი. წინაწელი იყო ძალიან რაღაცნაირი უფრო აი გადარჩენისთვის ბრძოლა. ვიდეოების თვალსაზრისითაც თუ გადახედავთ, არ ვიცი, აი რომ დავთვალო, ალბათ ძალიან ცოტა ვიდეოები მაქვს გადაღებული. мотиваციაც მქონდა თავისთავად დაქვეითებული, იმიტომ რომ როცა გაქვს აზრნავი საფიქრალი თავისთავად ხო, ნახოთ აბა წელს როგორ იქნება, რა იქნება. შევხედავთ როგორც იმ ფილმშია, სლექინ პარამში პაჟივიო მოვიდი. ხო და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. მინდა, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი და მოლოდინი მაქვს, რომ უკეთესი იქნება. ნუ მე მონდომება არ მაკლია. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვარ უკნარა. ხანდახან მეც მაქვს ხოლმე სიზარმაცეები, მაგრამ როცა ვიცი რაღაცა გასაკეთებელია, აი მართლა ბოლო ძალებს მოვძებნი ხოლმე, მეორე რო იტყვიან, ტაროვედი ხანია ჩავთავ ხოლმე და მაინც ვაკეთებ. ახლა ხო, Powerbank-ს აუცილებლად შევიძენ ჩაივლის ეს ეგრეთ წოდებული праздничные дни, ხო და ხალხი რო ჩვეულ რიტმში ჩადგება, შვიდად წნარად, ოღონდ ისეთ დღეს ამოვირჩევ, დასვენების დღეს გავიდე, დავათვალიერო, არ მინდა ისე თან დიდი ისიც არ მინდა, ჩვეულებრივი რა, ნორმალური, რომ ერთი დატენვა რო ყოფნიდეს თუნდაც. ადრე მქონდა ნიკას ვუყიდე ერთი თავისი გემოვნებით აერჩია ეს ფლაშკა თუ რა ქვია ეს სასმელისის რო ბრტყელი ბოთლის იმის ფორმა ჰქონდა Powerbank-ს ეგეთი და მეორე პატარა სასუსტრის ვიყიდე და ეგ გქონდა რა ის ნიკასი მოკლედ საწავი და არ ვიცი ხო და ეს პატარა გქონდა და რა არ ვიყენებდი ახლა ავდექი და ახლა ჩემს მას სჭირდებოდა და ვაჩუქე მაშინ მახსოვს და მოკლედ აი ეგეთ სტილში მინდა რაღაცა პატარა შევიძინო რომ ერთხელ დამიტენოს რა მოკლედ უბრალოდ დამიტენოს არა აი რო ჯდება რა რო შევართო და თან გადავიღო აი ეს თან ლაივებისთვისაც კარგია მე ხა ვერ ვისკავ იმიტომ რომ უნდა
იყოს შეერთებული ადგილიც, ეხლა ისე უნდა ვახსენო ის ხელოსანი, რომელმაც ბევრი მინუსები დაგვიტოვა სახლში, სადაც მე მინდოდა რომ ყოფილიყო დენის შესაერთებლები, იქ არ გააკეთა თავის ჭკუაზიან მოკლედ. ძალიან უკმაყოფილო ვარ და ამიტომ სახლში იმდენი ისა მაქვს ეს დამაგრძელებლები ხალხს იქნებ ერთ დღეს მოვახერხო და გავაკეთო ნორმალურად როგორც უნდა იყოს სახლში. ახლა აი ამ ოთახში მხოლოდ ერთი ის არის, არა ერთი არა ორი ვიტყვი. აქ ამ კედელზე და აქ. всё. ну მოკლედ ესეთი ამბები. ხო. და იმის თქმა მინდა რომ მადლობელი ვარ მაინც 2025-ისთვის, მაგრამ კმაყოფილი არ ვარ. ასე რომ დავემშვიდობები მშვიდობიანად 2025-ს. ცეცხლოვანი წელი, რაც შეეხება ცეცხლოვან ცხენს. ცეცხლოვანი ცხენის წელი, ხო. არ ვიცი, გული მიგრძნობდა თუ რა იყო, მაქვს ეს ფიგურა რა, დიდი ხნის წინანდელი, მგონი სუპიდე თუ მოკლედ არ მახსოვს ნიკას იყო სათამაშოები და ცხენი. ეს ხელა ეს ბუთქუნა ცხენი რა. თვითონ შევღები რა, ადრე, კარგი ხნის წინ. და ახლა ესე გამოდის რომ თითქოს რაღაცა მაქვს ეს სიმბოლო რა, ეს წითელი ცხენი სახლში. ხო, რაც შეეხება ამ ცეცხლოვანი ცხენის წელს. 60 წელში ერთხელ არის. დედაჩემი უკვე მეორე ხდება ცეცხლოვან წელს. ეს იშვიათი შემთხვევაა სხვათა შორის. მე და ბევრი თქვენთაგანი მეორეს შეიძლება ვერც მოესწროს, ანუ 60 წლის მერე რა იქნება. ღმერთმაგნას რომ მოგვასწროს ღმერთმა და 100 წელზე მეტიც ვიცხოვროთ, მაგრამ ну ზოგადად ესე. ხო და ამიტომ რაღაცა ისეთი ის ყოფილა, რაც ანუ უნდა ისარგებლო ამ წლით, რომ რაღაცებს მიაღწიო ცხოვრებაში. მოგეთ, აი რაღაცებია შეგიძლიათ დაგუგლოთ, ნახოთ ასე როიტყვიან დასკვნე ინფორმაცია, ნაპრასტორად ინტერნეტა, ხო და ასე რომ ესეთი ამბები. კარგით, ახლა მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, კარგად ჩაიარა ასე თუ ისე ახლომა წელმა. ხო გუშინ ვანდას დაბადების დღე იყო, მეც მივიღე სხვათა შორის ნინოსგან საახალწლო საჩუქარი. აბერსის ის არის პატარა ესეთი შამპუნი, თმის ნიღაბი და ეს რა ქვია იმას იღლებისთვის რა რა ეს ძალიან საყვარელი საჩუქარია. ისე გამიკვირდა მეც მივიღე მეთქი საჩუქარი თქო. ხო, და ესეთი ამბები. კარგით, აბა მეგობრებო, ყველას გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, ენერგიულობას პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ჯანმრთელობა არის მთავარი და ყველაფერი. გაუფრთხილდით თქვენ ენერგიას, თქვენ ჯანმრთელობას და დანარჩენიც ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვხდებათ. ასე რომ კარგით, აბა დროებით და ვნახოთ შემდეგი ვიდეო როდის დაიდება. კარგით, აბა გაკვეთეთ ბევრი